ბატონებო და ბატონებო, ჩვენ მივეშურებით სიდნეისკენ, წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქარდისთვის. UFC 325, ქვემსუბუქ იწონის მეფის დაბრუნებიდან ძიმეწონოსან გიგანტებამდე. ჩვენ განვიხილავთ ყველა საკვანძო ორთაბრძოლას. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ამ ბრძოლებზე. ორთაბრძოლა ნომერი პირველი, გამხსნელი ბრძოლა. ავსტრალიელები. კილიან სოლკილდი ჯეიმი მოლარკის წინააღმდეგ. ჩვენ ვიწყებთ მასშტაბური შიდა დაპირისპირებით. ავსტრალიელების ბრძოლა. მოდი პირველი კილიან სოლკილდი განვიხილოთ. Eternal MMA-ის ყოფილი ჩემპიონი, გრეპლინგის ფენომენი პერტიდან, რომელიც სწრაფად ავიდა რეიტინგებში, როგორც ავსტრალიის მომავალი იმედი. MMA სამყაროსთვის იგი ცნობილია როგორც The Future, ანუ მომავალი. გამოირჩევა მახრჩობელა ილეთებით, ზურგიდან კონტროლის ელიტური უნარითა და თავისი ასაკისთვის უჩვეულო მაღალი საბრძოლო ინტელექტით. მისი დებიუტი 2021 წელს შედგა. მან პაბლო ტორეალბასთან წააგო და მას შემდეგ აღარც წაუგია. ყველაზე რთული ბრძოლა მისთვის სწორედ დებიუტი ტორეალბასთან იყო. მისი ერთადერთი მარცხი კარიერაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მის ამჟამინდელ მოგებათა სერიას. საუკეთესო ბრძოლა მას ნასრათ ჰაკპარასთან ჰქონდა. გარდატეხი გამარჯვება ნოკაუტით, რომელმაც დაამტკიცა, რომ მისი სტრაიკინგი მის გრეპლინგს არ ჩამოუვარდება. ბოლო ბრძოლაში სწორედ ნასრათ ჰაკპარასტი დაამარცხა და ამით ხმამაღალი განცხადება გააკეთა რეიტინგში ადგილის დასამკვიდრებლად. მოდი ახლა მის მეტოქეზე, ვეტერან ჯეიმი მულარკიზე ვისაუბროთ. Central Coast-ის მკვიდრი და გამოცდილი ვეტერანი, რომელიც ცნობილია თავისი შეუპოვრობით. 10 წელზე მეტია, რაც ავსტრალიური რეგიონალური სცენის მთავარი ფიგურაა. MMA სამყარო მას როგორც ჰულიგანს, ანუ ხულიგანს იცნობს. ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლია, რომელიც საუკეთესოდ თავს მაშინ გრძნობს, როცა ქაოტურ გაცვლებში შედის და არასოდეს იხევს უკან. მისი პროფესიონალური დებიუტი 2003 წელს შედგა და გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით ლიუკ ჰიუმთან. მისი ყველაზე რთული ბრძოლა ბრედ რიდლის წინააღმდეგ იყო. აბსოლუტური ომი UFC 253-ზე, რომელმაც მიიღო ღამის საუკეთესო ბრძოლის წოდება და დღემდე ხშირად ნახვადი კადრებია. მისი საუკეთესო ბრძოლა ხამა უორთისთან იყო. 46-წამიანი ნოკაუტი, რომელმაც მისი ფეთქებადი ძალა აჩვენა. მისი ბოლო ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა როლანდო ბედოიესთან. მძიმე ბრძოლა იყო და მოგება გადაწყვეტილებით მოიპოვა, როსტერში ადგილის შესანარჩუნებლად. მოდი ახლა ამ ბრძოლების გამარჯვების გზები განვიხილოთ. სოლკიდი ზურგის აღების დიდო სტატია. მან უნდა გამოიყენოს ნებისმიერი შანსი კლინჩში, რათა მულარკის ზურგზე მოექცეს და მახრჩობილაზე იმუშაოს. მულარკის სურს გაცვლები და ომი. სოლკილდი უნდა იყოს დისციპლინირებული და ტექნიკური დარტყმები მხოლოდ გრეპლინგზე გადასასვლელად გამოიყენოს. მულარკის დაფინიშება ძალიან რთულია, ასე რომ სოლკილდმა უნდა გადააბას ერთი ილეთი მეორეს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს, რათა საბოლოოდ დაიჭიროს მეტოქე რომელიმე ილეთზე. ახლა ჯეიმი მულარკის გუნდმა რა უნდა გააკეთოს. ნებისმიერ ფასად უნდა დატოვოს ბრძოლა დგომში. სოლკილდი უნდა აიძულოს, რომ სასოწარკვეთილი ტეიქდაუნების ცადოს და ამ დროს უნდა დასაჯოს ის. კლინჩიდან გამოსვლისას გამოიყენოს მარცხენა მძიმე ჰუკები. სოლკილდი კლინჩიდან გამოსვლის დროს ძალიან სუსტია. ამის გამოყენება კი ძალიან კარგად შეუძლია მულარკის. ჯეიმი მულარკიმ უნდა შეიტყუოს ახალგაზრდა მებრძოლი ღრმა წყლებში. თუ ბრძოლა სისხლიანი და დამღლელი გახდება, მულარკის გამოცდილება მას უპირატესობას მისცემს. მოდი ახლა მეორე ორთაბრძოლაზე გადავიდეთ. მძიმე წონის გამორჩეული შეხვედრა. ტაი ბემბემ ტუივასა ტაილისონ ტეშეირას წინააღმდეგ. პირველი მებრძოლი ფანების ფავორიტი. ტაი ბემბემ ტუივასა. ყოფილი პროფესიონალი მერაგბე, დასავლეთ სიდნეიდან. წარმოადგენს თავის უბანს, The Area და ცნობილია გამარჯვების შემდეგ ფეხსაცმელიდან ლუდის დალევით. MMA სამყაროს მას როგორც ბემბემს იცნობს. ქაოტური მებრძოლი, რომელსაც ხელებში ბირთვული ძალა აქვს და swing and bang-ის ფილოსოფიას მიჰყვება. მისი დებიუტი 2012 წელს შედგა და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა სიმონ ოსბორნთან. ყველაზე რთული ბრძოლა მას სირილ განთან ჰქონდა. მან შეძლო განის დაგდება, თუმცა საბოლოოდ ტექნიკურმა ფრანგმა აჯობა და დააფინიშა ის. საუკეთესო ბრძოლა დერიკ ლუისის წინააღმდეგ ჰქონდა ჰიუსტონში და გიჟური იდაყვით დაასრულა ეს ბრძოლა, რომელმაც დარბაზი დაადუმა და მისი ელიტარული ძალა დაამტკიცა. მის ბოლო ბრძოლაში იგი ჯაირზინიო როზენსტრაიკთან დამარცხდა, საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. ახლა ტაილისონ ტეშეირაზე ვისაუბროთ. სიმაღლეში 201 სანტიმეტრია. ეს ბრაზილიელი გიგანტი UFC-ში რეგიონალური ლიგებიდან და Dana White Contender სერიიდან მოხვდა. MMA სამყარო მას როგორც The Giant, ანუ გიგანტს იცნობს. თამბეჭდავი ფიზიკური მონაცემები, უზარმაზარი წვდომი და თავისი ზომისთვის გასაკვირი ატლეტიზმი. პროფესიონალური დებიუტი 2021 წელს შედგა. გამარჯვება საბმიშენით მოიპოვა ბრაზილიის რეგიონულ ლიგაში. ყველაზე რთული ბრძოლა დერიკ ლუისის წინააღმდეგ ჰქონდა. განიცადა უმძიმესი ნოკაუტი, რაც მისთვის მძიმე წონის ელიტურ ძალასთან გაცნობა გამოდგა. მისი საუკეთესო ბრძოლა ჯასტინ ტაფას წინააღმდეგ იყო. 35 წამში მოპოვებული ნოკაუტი, რომელმაც დივიზიონის მისი გამოჩენა აცნო. ბოლო ბრძოლაში მარცხი დერიკ ლუისთან, როგორც უკვე ვთქვით, საბედისწირო გაცვლები, რომელიც მის სასარგებლოდ არ დასრულდა. სტრატეგია ტუივასასთვის თუ როგორ უნდა
დამარცხოს ტეიშეირა. ტეიშეირა 2 მეტრზე მაღალია. ტუივასამ ადრეულ ეტაპზევე უნდა დაუშინოს დარტყმები მის წინაფეხს, რათა წაართვეს გიგანტს მობილურობა და სიმაღლის უპირატესობა. მას არ შეუძლია ტეიშეირას ჯების მანძილზე დგომა. მან ცეცხლში უნდა გაიაროს, შევიდეს ახლო მანძილზე და გამოიყენოს თავისი ოვერჰენდები. ბრძოლა ბინძური უნდა იყოს. თუ ბრძოლა ტექნიკური გახდება, ის წააგებს. თუ ბრძოლა ბარის ჩხუბს დაემსგავსება, ბემბემი აქედან გამარჯვებული გამოვა. ახლა ტალისონ ტეიშეირამ რა უნდა გააკეთოს? გამოიყენოს უზარმაზარი უპირატესობა ხელების სიგრძეში. მუდმივად ჯები უნდა ამუშავოს, რათა ტუივასასნაირი ძლიერი მებრძოლი არ მივიდეს ახლოს. თუ ტუივასა შეეცდება, რომ ახლოს მივიდეს და თავი ქვემოთ დახაროს, მას ძლიერი აპერკოტი უნდა დახვდეს. რა თქმა უნდა, არ უნდა მისცეს ტუივასას საშუალება, რომ კუთხეში მიემწყვილოს. უნდა იმოძრავოს წრეზე და დატოვოს ბრძოლა ოქტაგონის ცენტრში. ბრძოლა ნომერი 3. ელიტარული სტრაიკერები. რაფაელ ფიზიევი, მაურისიო რუფის წინააღმდეგ. მოდი რაფაელ ფიზიევით დავიწყოთ. დაიბადა ყაზახეთში, გაიზარდა ყირგიზეთში. მუაი-ტაის ყოფილი მწვრთნელი და ელიტარული სტრაიკერი, რომელიც ასევე მჭედლად მუშაობს. MMA-ის სამყარო მას როგორც ატამანს იცნობს. ცნობილია მატრიცის სტილის თავის მოძრაობით, ელვისებური სვიჩ-ქიქებით და მუაი-ტაის ელიტარული ტექნიკით. მისი პროფესიონალური დებიუტი 2015 წელს შედგა და გაიმარჯვა ფრინავი მუხლით სემ ბასტინთან. მისი ყველაზე რთული ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ შედგა. სისხლიანი ორთაბრძოლა, სადაც მან დაამტკიცა, რომ დივიზიონის ყველაზე სასტიკ მებრძოლთანაც კი შეუძლია ტოლსტორად დგომა. საუკეთესო ბრძოლა რაფაელ დოს-ანიოსთან ჰქონდა. მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა ყოფილი ჩემპიონი, სადაც მან თავისი კარდიო და ძალა აჩვენა. ბოლო ბრძოლაში მან იგნასიო ბაჰამონდესთან გაიმარჯვა მსაჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით. ახლა ამ მომავალ ვარსკვლავზე მაურისიო რუფიზე ვისაუბროთ. ბრაზილიური გუნდის Fighting Nerds-ის წევრი, დინამიკური სტრაიკერი კარატის ბაზით, რომელმაც MMA-ის სამყარო თავისი სტილით განაცვიფრა. ბევრი მას ახალგაზრდა კონორ მაკგრეგორსაც ადარებს. MMA-ის სამყარო მას როგორც one-shot-ს იცნობს, ანუ ერთი გასროლა. სნაიპერივით ზუსტი მებრძოლი, ცნობილი წერტილოვანი დარტყმებითა და ფენომენალური ფინიშებით. მისი დებიუტი 2016 წელს შედგა და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მარლონ პაულა დე სოუზასთან მოიპოვა. ყველაზე რთული ბრძოლა ბენუა სენ-დენის წინააღმდეგ ჰქონდა. მარცხის საბმიშენით პარიზში, სადაც იგი ბენუას ჭიდაობის წნეხმა დაჯავნა. საუკეთესო ბრძოლა კინგ გრინის წინააღმდეგ ჰქონდა. ვირუსულად გავრცელებული ნოკაუტი ტრიალში დარტყმით, რაც 2025 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფინიშად რჩება. ბოლო ბრძოლა ბენუა სენ-დენისთან ჩაატარა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მან გაიარა ძალიან მძიმე გაკვეთილი მტრულ გარემოში. აი როგორ უნდა მოიპოვოს გამარჯვება რაფაელ ფიზიევმა. რუფის სივრცე სჭირდება სნაიპერული დარტყმებისთვის. ფიზიევი მას სულ სახესთან უნდა ედგეს, შეუზღუდოს მოძრაობა და არ მისცეს დისტანციაზე კომფორტულად დგომის საშუალება. რუფი ხშირად გვერდულად დგას. ფიზიევის სწრაფი დარტყმები ტანში ძალიან კარგად იმუშავებს. რუფი პირდაპირ დარტყმებს იყენებს ძალიან ხშირად. ფიზიევმა თავისი ელიტარული თავის მოძრაობა უნდა გამოიყენოს, რათა კაუნტერ ჯები დაახვედროს და უპასუხოს ჰუკებით. ახლა რა უნდა გააკეთოს რუფი მოსაგებად? რუფიმ უნდა გამოიყენოს კარატეს სტილის დგომა, წინ და უკან სწრაფად გადასაადგილებლად. აიძულოს ფიზიევს ააცილოს და შემდეგ დასაჯოს იგი. ფიზიევი ხშირად გვერდითა ჰუკებს ურტყავს. რუფის პირდაპირ დარტყმები უფრო სწრაფია და შეუძლია ფიზიევის შეტევების გაჩერება. უნდა გამოიყენოს ფრონტ კიკები, ფეხით ტანში დარტყმები, რათა ფიზიევი შორს დაიჭიროს. ეხლა Co-Main Events-ზე გადავიდეთ. დენ ჰუკერი ბენუა სენ-დენის წინააღმდეგ. მსუბუქი წონის ომი ორ ველურ მებრძოლს შორის. პირველი ლეგენდა დენ The Hangman ჰუკერი, ყოფილი კიკბოქსერი და City Kickboxing-ის კაპიტანი. გადავიდა ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონაში და გახდა დივიზიონის სიმბოლო თავისი რკინის ნიკაპითა და ტექნიკური დარტყმებით. MMA-ის სამყარო მას როგორც The Hangman-ს იცნობს. ფანების ფავორიტი, ცნობილია მზაობით ეჭხბოს ყველას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მისი პროფესიონალური დებიუტი 2009 წელს შედგა და გაიმარჯვა საბმიშნით მაიკ ტეილორთან. ყველაზე რთული ბრძოლა რა თქმა უნდა დასტინ პორიეს წინააღმდეგ ჰქონდა. მსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ომი. 5 რაუნდიანი ბრძოლა, სადაც მან არაადამიანური გამძლეობა აჩვენა. საუკეთესო ბრძოლა პოლ ფელდერის წინააღმდეგ ჰქონდა. გამარჯვება მის მშობლიურ ქალაქ ოკლენდში, რაც მყისიერად იქცა კლასიკად. ბოლო ბრძოლაში იგი ცარუკიანთან დამარცხდა საბმიშენით, მხრის სამკუთხედით. და ეხლა ბენუა სენ-დენი, საფრანგეთის არმიის სპეცრაზმის ყოფილი ოფიცერი. ძიუდოსა და ბრაზილიის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი, რომელსაც ოქტაგონზე სამხედრო დისციპლინა და დაუნდობელი წნეხი მოაქვს. MMA-ის სამყარო მას როგორც God of Wars, ანუ ომის ღმერთს იცნობს. ცნობილია მახრჩობელებით, აგრესიული სტილით, სადაც ჭიდაობასა და ძლიერ დარტყმებს აერთიანებს. მისი პრო დებიუტი 2019 წელს შედგა და გაიმარჯვა საბმიშენით მარკ დომონთან. ყველაზე რთული ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ ჰქონდა ამასაც. ქაოტური მაღალტემპიანი ბრძოლა, სადაც კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ვეტერანმა დასტინ პორიემ საბოლოოდ დააფინიშა იგი. საუკეთესო ბრძოლა მეტ ფრეულას წინააღმდეგ ჰქონდა. ეფექტური ნოკაუტით ფეხით თავში, რამაც ის სერიოზულ
პრეტენდენტად აქცია. ბოლოს მან ბენილ დარიუშთან გაიმარჯვა ნოკაუტით პირველ რაუნდში, რამაც ის ტოპ 10-ში დააბრუნა. რა უნდა გააკეთოს დენ ჰუკერმა გასამარჯვებლად? სენ დენი რა თქმა უნდა წინ გამოვარდება. ჰუკერმა უნდა დაიჭიროს მომენტი და თავისი საფირმო მუხლი დაახვედროს თავში. ყველასთვის ცნობილია, რომ ბენუა სენ-დენი შეეცდება თეიქდაუნები აიღოს. მან უნდა გამოიყენოს გრძელი ჯები და ფეხით დარტყმები, რათა ომის ღმერთი მოშორებით ყავდეს. თუ ის ტექნიკურად იბრძოლებს და დისტანცია შეინარჩუნებს, ბენუა სენ-დენის დაშლის. სენ-დენი მაჩვენა, რომ კორპუსში დარტყმებს ვერ უძლებს. ჰუკერის მუხლები და მუცელში დარტყმები გადამწყვეტი იქნება. ახლა რა უნდა გააკეთოს სენ-დენიმ? ჰუკერს ძალიან უჭირს, როდესაც გალიასთანაა მიმწყდეული. სენ-დენიმ უნდა აიძულოს ჰუკერი, რომ უკან იმოძრაოს და ისე იბრძოლოს. რა თქმა უნდა სცადოს ძალიან ბევრი თეიქდაუნები, სანამ საბოლოო ჯამში არ გადაიყვანს ჰუკერს ძირს. სჭირდება ძალიან დიდი ტემპში მუხლების და იდაყვების გამოყენება ახლო მანძილზე. ძირითადად მუაიტაის დგომში უნდა ებრძოლოს და მივადექით მთავარ ბრძოლას. ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესის წინააღმდეგ. მოდი სიდნეის მეფით დავიწყოთ. ალექსანდრე ვოლკანოვსკი ყოფილი ნახევრად პროფესიონალი მორაგბე. იწონიდა 97 კილოგრამს. MMA სამყარო მას როგორც The Greats, ანუ დიდებულს იცნობს. იგი ცნობილია მისი ელიტარული საბრძოლო ინტელექტით და ლეგენდარული მმართველობით ქვემსუბუქ ზონაში. მისი პროფესიონალური დებიუტი 2012 წელს შედგა, სადაც მან გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით გერჰარდ ფოიგთან მოიპოვა. ყველაზე რთული ბრძოლა ისლამ მახაჩევთან ჰქონდა. ყველაზე გამომფიტავი 5 რაუნდიანი ომი, რომელმაც მისი pound for pound სტატუსი დაამტკიცა. საუკეთესო ბრძოლა მაქს ჰოლოუეისთან მესამე ბრძოლა იყო. ნამდვილი მასტერკლასი, სადაც მან ლეგენდას შანსი არ დაუტოვა. ბოლო ბრძოლაში მან გამარჯვება დიეგო ლოპესთან UFC 314-ზე მოახერხა, რითიც დაიბრუნა ვაკანტური ქამარი. ახლა კი დიეგო ლოპესზე ვისაუბროთ. 19 წლის ასაკში ბრაზილიიდან მექსიკაში მხოლოდ ზურგჩანთით გადავიდა, რათა ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ ესწავლებინა და ცხოვრობს მექსიკური სტილით. MMA სამყარო მას როგორც ქაოსის ხელოვანს იცნობს. ცნობილია აგრესიული სტრაიკინგით და ძალიან კარგი ჯიუ-ჯიტსუით. მისი პროფესიონალური დებიუტი 2012 წელს შედგა და გამარჯვება არმბარით ფრანსივალდო ჯუნიორთან მოიპოვა. ყველაზე რთული ბრძოლა ვოლკანოვსკისთან ჰქონდა. საჩემპიონო ბრძოლა, სადაც ძალიან ახლოს იყო ქამართან. მართალია ეს ახლო ბრძოლა არ იყო, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. საუკეთესო ბრძოლა ბრაიან ორტეგასთან ჩაატარა. ქაოტური, მაღალი დონის გრეპლინგის ჩვენება, რამაც ის ვარსკვლავად აქცია. ბოლო ბრძოლაში ნოკაუტით გაიმარჯვა ჯინ სილვასთან. აჩვენა, რომ მისი ხელები ისეთივე სახიფათოა, როგორც მისი BJJ. რა უნდა გააკეთოს ვოლკანოვსკიმ გასამარჯვებლად? ლოპესი ყველაზე სახიფათო პირველ 5 წუთშია. ვოლკანოვსკი უნდა იყოს დისციპლინირებული, მოერიდოს ველურ გაცვლებს და შემთხვევით არ მისცეს კისერი ჭიდაობის დროს. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბრძოლა მეოთხე და მეხუთე რაუნდებში გადავიდეს. უნდა ამუშავოს ყველა პოზიციის მოსაპოვებლად. უნდა გამოფიტოს და შემდეგ მომოტოს ტემპს, როცა უკვე ლოპესი შენელდება. უნდა გამოიყენოს ძალიან ბევრი ქიქები, რათა ლოპესი დისტანციაზე დაიჭიროს. და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცრუ მოძრაობები, რათა შემდეგ ლოპესი რომელიმე ცრუ მოძრაობის დროს დაიჭიროს. ახლა ლოპესმა რა უნდა გააკეთოს, რათა გაიმარჯვოს? ლოპესი ვერ მოიგებს ტექნიკურ კიკბოქსინგის მატჩს ვოლკანოვსკისთან. მას სჭირდება ძალიან სწრაფი თეიქდაუნი, რათა შემდეგ ground and pound-ით დაასრულოს ბრძოლა მიწაზე. ვოლკანოვსკი რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უკეთესი ხდება. ლოპესმა მთელი ენერგია პირველ 2 რაუნდში ნოკაუტზე და საბმიშენზე უნდა დახარჯოს. რა თქმა უნდა შეურიოს თეიქდაუნები და ძლიერი დარტყმები ტანში, რათა შემდეგ ვოლკანოვსკი მოულოდნელობის ეფექტით დაიჭიროს და თავში მოარტყას რომელიმე ძლიერი დარტყმა. ეს იყო UFC 325-ის მთავარი ქარდის სრული მიმოხილვა. დამიწერეთ კომენტარებში, ვინ დატოვებს სიდნეის ქამრით. მადლობა ყურადღებისთვის.